გლოცავთ, მერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. კვლავ მინდა უსურო სიყვარულში გაძლიერება როგორც ყოველთვის ჩვენს ბრელს და ამ ოჯახს ასევე უსურო სარწმუნოებაში გაძლიერება და რა თქმა უნდა გაძლიერება იმედში, მხნეობაში. მინდა რომ ეს დღევანდელი კურთხევა კვლავ ყოფილიყო საწინდარი იმისა, რომ უფრო გავძლიერდეთ ცნებების დაცვაში, უფრო მეტად ჩააღრმავდეთ მართლმადიდებელი სარწმუნოების სიღრმეებში, ცოდნაში და უფრო მხნეთ ვიყოთ. დღევანდელი ცხოვრება ისეთი, რომ ადამიანი დატერორებულია, დაშინებულია, დაფეთებულია, თითქოს დაჩაგრულ დეპრესირებულია. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, ფერდაკარგული ამას სოფლის შიშების გამო, რომლებიც ძალიან ბევრს აწუხებს. ეს იქნება სულიერი, ესე ვთქვათ, მენტალური რაღაცა მოულოდნელობების შიში, ეს იქნება ემოციონალური დისკომფორტის შიში, თუ ეს იქნება უბრალოდ ფიზიკური საფრთხისა და ხილული რაღაცა მოულოდნელობების შიში, ხომ და სხვადასხვა. ადამიანებს გვეშინია ხა ადამიანები ვართ და უცხო ჩვენთვის არაფერი არ არის და მათ შორის შიშის. ადამიანს რაღაცის ყოველთვის ეშინი არ არსებობს და ესეთი ადამიანი რამის შიში ვარ ქონდა. ეს აღლის კურთხევაც ერთ-ერთი რიტუალია, რომელიც ეხმარება ადამიანს, რომ მხნედ იყოს, სიმამაცე ქონდეს, გადალახოს ეს სულმოკლეობა, რომელიც ასევე შიშის ურწმუნოებიდან, უბრალოდ მცირედ მორწმუნოებიდან მოდის, გაუმთლიანებლობიდან მოდის, ასე ვთქვათ, არასწორი მსოფლმხედველობის და მსოფშეგრძნებიდან მოდის. ჩამოუყალიბებელი როცა ადამიანი გამთლიანებული რო არის, აი იქიდან მოდის. ამიტომ და მე ეს ყველაფერი უზიანებს ადამიანს, სულ სამშვილდს ხელს და ადამიანი დასუსტებულია ხოლმე შედეგად. ამიტომ ეს არის კურთხევაც ერთ-ერთი ეს რიტუალი, რომელიც სადაც გამოყავს ადამიანი ამ ჩიხური დეპრესიული მდგომარეობიდან. ინდივიდი, ოჯახი და რა თქმა უნდა, ოჯახები ერთს შეადგენენ, ხო, მთლიანად. ეშინიათ ადამიანებს, როგორც აღნიშნა, მაგრამ თავარი შიში არა აქვთ. აი მაშინ ყველა შიშისაგან განთავისუფლებს. თუ თავარი შიში გექნება, რომელია? ეს შიში არის მაცხოვრებელი და გამწმენდელი შიში. უფლის შიში, ღვთის შიში, რომელიც არ არის ის უცხოანაირი შიში, ეს არის ტრივიალური და ასე ვთქვათ, ფამილიარული შიში, რომელზედაც და ფიზიოლოგიური რაც პანიკა, რომელზედაც ვლაპარაკობ, ან ფსიქოლოგიური დისკომფორტი, ის სხვა შიში, ეს მეტაფიზიკური შიშია. ის მე ვიტყოდი ტრანსცენდენტული შიშიც არის, რომელიც მიუწვდომელია და შემეცნებას წინ უძღვის და ღვთის შემეცნებისა და სულის გამწვენდელ მაცხოვნებელი შიშია. ქვია შიში იმასაც და იმასაც თითქოს, მაგრამ მათ შორის რადიკალური განსხვავება არის, როგორც იმედსა და სასწრაფოებას შორის. იმედია, იმედიც რომ რაღაცა სიელი, რაღაცა დავუშვათ, იმედი რაღაცის გაქვს, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ცხოვრების მიმდევრობაში, მაგრამ აი სასწრაფოებას უკვე განხრთობილი იმედია, რომელიც უკვე უფრო მაღალი დონის იმედსა და უფრო მაღალი დონის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობას ატარებს თავის თავში. ნუ გეშინიათ მათი, რომელიც კლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა, არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულისა და ხორცის წარწმიდოს გეენიას. ნუ მათ ეს სახარების მეათე თავში გახსოვთ ეს მოკლე. წარმავალი ყოფის დაკარგვის შიში აქვს ხალხს, მაგრამ მარადიულობის დაკარგვის შიში არ აქვს სამწუხაროდ ხოლმე. შიშობენ დაკარგონ სიმდიდრე, დიდება, პატივი და სხვა მიწიერი კომფორტი და ასე ვთქვათ ბონუსები, მაგრამ არ ზრუნავენ იმაზე, რომ შეინარჩუნონ სათნოება თუ აქვთ და მოიპოვონ სათნოება თუ არა აქვთ. შიშით, როგორც ამბობს ერთ-ერთი ფილოსოფოსი, შიშით ცდილობენ მოიპოვონ სიმდიდრე, ძალაუფლება და ასე შემდეგ სამი წერტილი და შიშითვე კარგავენ მას. მაგრამ ჩვენ ქრისტიანები, რომლებიც ქრისტეს მიერ კურთხეული და დალოცვილი ვართ და რომლებიც ნებისმიერ, ასე ვთქვათ, რამდენადაც აგვიტანია ვიტანთ და მით უმეტეს პოსტტოტალიტარული ხალხის მაგალითზე ჩვენი ერის მაგალითზე, რასაც ჩვენ ვიტანთ და აგვიტანია, ეს კიდევ მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ უკვე გადავლახეთ რაღაც შიშისა და შეწუხების და დისკომფორტის ზღვარი. რაღაც ისეთი გადავლახეთ, რომელიც უკვე მარადიულობასა და დროებით შორის ზღვარი იყო. თითქოს ჩვენ მარადიულობაში შევავიძეთ დროებით ცხოვრებაში. თითქოს ჩვენ მარადიულობის განცდა წვავეთ გვაქვს და თითქოს ცხოვრობთ დროებითი ცხოვრების შემდეგ და უკვე მარადიულობას აღვიქვამთ. ეს საოცარი გამოცდილება, რომელიც მხოლოდ
ერთ-ერთი უნიკალური გამოცდილება საქართველოს აქვს და ქართულ ხალხს, ეს არის თითქოს და უკვე მარადიულებაში ცხოვრება, რომელიც მას უნიკალურ გამოცდილებას აძლევს სხვანაირად შეხედოს დროებით. ანუ აქაურსა და მიღმიურს შორის, დროებიცა და მარადიულს შორის მზღვარი გამჭვირვალე გახდა თუ ავთხოვთ. ერთ-ერთი გამჭვირვალობის ასევე აღმძვრელი და ამ გამჭვირვალობის გამომწვევი ჩვენი დალოცვებია და კურთხევებია, რომ ადამიანი არ იფიქროს, რომ მხოლოდ ამ სამგანზომილებიან სიმბოლურად ვამბობ, სივრცეში არის იზოლირებული ჩაკეტილი, რომ აქაურში მიღმიურს ჭვრეტდეს, დროებითში მარადიულს ჭვრეტდეს და ამითი მისი ცნობიერება და მისი აღქმა საგნებისა, მოვლენებისა, საკუთარი თავისა, სხვა ადამიანებისა არა იყოს მოწყვეტილი და იზოლირებული, არამედ უწყვეტი და ვთქვათ, მიმდევრობა წარსულსა, აწყვოსა და მომავალს შორის უწყვეტი იყოს. ესეც დიდი ნიჭია და ასევე ესეც განხტობილი მეხსიერების დამახასიათებელი თვისებაა, რომელსაც ასევე განხტობილი ინტელექტი, რომელიც ინტუიციად შეიძლება უწოდოთ, აძლევს ადამიანს, რომ შეიცნოს და განჭვრიტოს. ჩვენ ისეთ რაღაცებს გრძნობთ, ისეთ რაღაცებს განჭვრიტავთ, ზოგჯერ ისეთი შეგრძნებები გვაქვს და ისეთი გრძნობა ცოდნა გვეუფლება, რასაც ვერსად ვერ წააწყდებით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უნიკალური გამოცდილება მივიღეთ და განსაკუთრებულ ვითხოვდი რჩობ ღვთის მადლის ქვეშ ვართ. ღვთის მადლი მიუხედავად განსასწრებისა და ბრძოლებისა, ღვთის მადლი ჩვენზე განსაკუთრებულ ძალებს აფიქსირებს, განსაკუთრებულ ძალებს გამოანთავისუფლებს და არა მხოლოდ დაკონსერვებულ და ლატენტურ მდგომარეობაში ამყოფებს მათ. აქ ჩვენ ვართ ისეთ გამოცდილებაში, ისეთ ექსპერიენსში ვართ, რომ ჩვენი მუდამ მიუთითებს ეს გამოცდილება იმაზე, რომ ჩვენი გონება, ჩვენი გული, ეს ორი პოლუსი ჩვენი არსებისა, ჩვენი სული, სამშვილდე და სხეული, თლიან მთელი ადამიანური არსება. მუდამ ღვთისაკენ მიმართული იყოს და მისი ცხოვრება იყოს ქრისტოცენტრული. ქრისტე იყოს ჩვენი ცხოვრების, როგორც ჯვარი, ის ცენტრში არის ქრისტე. ასე ჩვენი ცხოვრების, როგორც ხილულავ, როგორც გარეგნულ, ასევე შინაგან ინტროვერტულ ცხოვრებაში იყოს ქრისტო ცენტრული. ქრისტეს ცენტრში იყოს უფალი ჩვენი. სადაც უფალი ეგ არის ქრისტე, სადაც არის ეგ არის მამაც და ეგ არის სულიწმინდაც. ამიტომ ვინც ქრისტე იხილა, მან მამა იხილა და აქვე არის სულიწმინდაც და მინდა ესუსულო მამის ზის და სულიწმინდის კურთხევა ამ ოჯახს და ყველა ოჯახებს. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ დღეს. ჩვენი იმ სივრცისადმი, სადაც ვცხოვრობთ, ანუ სახლის კურთხევას გულისხმობთ აქ თუ იმ ტერიტორიის, სადაც ვცხოვრობთ. შინაგანი ჩვენი გასაგებია ადამიანი იკურთხება რითი, თვითონ ადამიანი უნდა იყოს ნაკურთხი, როგორც ტაძარი ღვთისარით, ზიარებით, ყველა იმ საიდუმლოებით, რასაც გვასწავლის ეკლესია და გვაძლევს საშუალებას, მაგრამ თავარი ყურადღება უნდა დაეთმოს ასევე ჩვენი იმ ტერიტორიის კურთხევას, რომელშიც ვცხოვრობთ და ვიმყოფებით, რათა ის ბოროტი ძალები, გავლენები, რომლებსაც ზოგჯერ ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ გრძნობთ, ზოგჯერ ხილული მზერით ვერ აღვიქვამთ, მაგრამ სულიერი მზერით ვხედავთ და ვგრძნობთ და შევიგრძნობთ მათ კონტურებს, იყოს განწმენდილი და წინააღმდეგობი ძალები იყოს დისტანცირებული და განდევნილი იქიდან. და ამ შემთხვევაში ყველაფერი უკვე თავის ადგილზე დგება, ყველაფერს თავის სახელი ერქმევა, წესრიგდება, განახლდება, რესურსი ძლიერდება ოჯახის, ძლავრი ხდება როგორც სულიერად, მენტალურად, ასევე ემოციონალურად და რა თქმა უნდა, ფიზიკურად, ანუ ხილული ბარაკაც ეძლევა და ამის ლოცვები კიდევ ცალკეა, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ ხოლმე, ახლა სხვა თემა არის. ამიტომ გვახსოვდეს უფალი მუდამ ყოველთვის და ყოველჯამს, იმიტომ რომ იგი მარადის კურთხეულია და განსაკუთრებით მინდა დღეს, როდესაც ვაკურთხეთ და დავლოცეთ ეს ოჯახი და ფარველ ანგელოს მოუწოდეთ, რათა დამკვიდრებულიყო დაეცვა ეს ოჯახი კვლავ, მუდამ გავიხსენოთ უფალი არა მარტო ჩვენი როცა განსასწრებელი ეწევა ხოლმე ადამიანს და რაღაცა ტკივა, რაღაც გაუჭირდება, რაღაც ვთქვათ დამძიმდება მასზე რაღაც განგებულება. არა, არამედ როცა კარგად ვარ, როცა გველხინს, როცა გვიხარია, მაშინ განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს და ზუსტად ეს არის თავარი სათნოება, როცა შენ გახსოვს უფალი ყოველთვის, ყოველჯერს და მარადის. და მინდა უსურვო ღვთის მადლი, ღვთის წყალობა ჩვენს ყველა ოჯახზე, მრევლზე, ყველაზე ყველა ქრისტიანზე და ყველა მოსაქცევზე თუნდაც და მოქცეული იყოს და კარგი უკეთესი გამხდარიყოს და ცუდი უკეთესი გამხდარიყოს და კარგი საუკეთესო ესე ვთქვი და არა ცუდი უარესი გამხდარიყოს, რომ იქნება ესე ხო? ცუდი კარგი გამხდარიყოს, კარგი უკეთესი საუკეთესო და გზახსნილი ქონდეს ღვთის საიდუმლო და ცუდი საცხონელო ყველა ადამიანს
განსაკუთრებით ჩვენ მრევლს დავლოცავ და ვაკურთხებ და ამ ოჯახის ასე ვთქვათ უპირატესობით ამინ